მრავალეროვნული საერთაშორისო სწავლება მტკიცე სული 2025 დასრულდა. ცერემონია ვაზიანში საბრძოლო მომზადების ცენტრის სამწყობრო მოედანზე გაიმართა. სწავლებაში მონაწილეობას სხვადასხვა ქვეყნის სამხედრო მოსამსახურებმა მიიღეს. ის საქართველოში მე-12-ად ჩატარდა. Agile Spirit 2025-ის ერთობლივად ხელმძღვანელობდა საქართველოს თავდაცვის ძალების დასავლეთ სარდლობა, ასევე ამერიკის ჯორჯიის შტატის ეროვნული გვარდია, როგორც გითხარით, საქართველოში სწავლებაში სხვადასხვა ქვეყანა მონაწილეობდა, მათ შორის ამერიკა, თურქეთი და ჩვენი ქვეყნის სამხედრო მოსამსახურეები, ასევე კიდევ 8 ქვეყნის სამხედრო მოსამსახურეები იყვნენ ჩართული პროცესში. სწავლებაში ორი მრავალეროვნული ქვედანაყოფი იყო წარმოდგენილი. წვრთნების მიმდინარეობას ორი სახელმწიფოს წარმომადგენლები დააკვირდნენ. სწავლება მტკიცე სული 2025 თანამშრომლობის ურთიერთთავსებადობისა და საერთო ვალდებულებების შესანიშნავი მკაფიო დემონსტრირებაა რეგიონული და საერთაშორისო უსაფრთხოების მიმართ. ბოლო კვირების განმავლობაში ჩვენ ვიხილეთ პროფესიონალიზმის, ერთგულებისა და ერთობის შესანიშნავი დემონსტრირება. მინდა ჩვენი გულწრფელი პატივისცემა გამოვხატო ყველა მონაწილე ქვეყნისა და სამხედრო ქვედანაყოფის მიმართ ძალისხმევისა და კონტრიბუციისთვის, რამაც სწავლების წარმატება განსაზღვრა. ამ წვრთნის წარმატება იმის დასტურია, თუ რის მიღწევა შეგვიძლია, როდესაც ერთობლივ წვრთნებს გავდივართ, ერთმანეთს ვენდობით და საერთო მიზნით მოქმედებთ. ამერიკის შეერთებული შტატებისა და ჯორჯიის შტატის ეროვნული გვარდიის სახელით გულწრფელ მადლობას ვუხდი საქართველოს თავდაცვის სამინისტროს, საქართველოს თავდაცვის ძალებს და ყველა მონაწილე მოკავშირე და პარტნიორი ქვეყნის წარმომადგენლებს მათი პროფესიონალიზმისთვის, პარტნიორობისა და ერთგულებისთვის. 2011 წლიდან მოყოლებული სწავლება მტკიცე სული, მცირე მასშტაბიანი ორმხრივი სწავლებიდან დინამიურ მრავალეროვნულ სწავლებაში გადაიზარდა, რაც რეგიონული უსაფრთხოების გაძლიერებას უწყობს ხელს. ეს სწავლება მკაფიო გზავნილია, რომ ჩვენ ერთად ვართ, ქმედუნარიანები ვართ და ჩვენ მზად ვართ. ყველა მიზანი იქნა მიღწეული, რაც სამსწავლების წინაშე იქნა დასმული. აღნიშნულმა სწავლებამ კიდევ ერთხელ აჩვენა, რომ საქართველოს თავდაცვის ძალები ღირსეული პარტნიორები არიან ნატოს წევრი ქვეყნების. მადლობას ვუხდი მასში მონაწილე 12-ვე ქვეყნის წარმომადგენელს და უსურვებ მშვიდობიან დაბრუნებას თავიანთ სამშობლოში.